საღამოში დავისაჩევო მეგობრებო. დღეს აი ამ დრომდე ვერ მოვახერხე, რომ დამჯდარიყავი თქვენთან სალაპარაკოდ. ეხლა არის ხო და ესე იგი ძალიან მიზინებოდა, გამოვიცინე, ევა მოვიდა, მომიწვა, იმან დაიცინა. და აი ძილის წინ მქონდა ინსაიტი, რომელზეც მინდა რომ გელაპარაკოთ. ისინი ხმაურობენ. რომელზეც მინდა რომ გელაპარაკოთ. ამას ესე დავიჭერო, კარგად გაიგონოთ. ესე იგი ნახეთ, მე ვაკვირდები ეგეთ რაღაცას. ეხლა არის ეპოქა ხალხო, როგორი იცით, ადამიანები მაქსიმალურად არ უსმენენ თავის თავს და მაქსიმალურად არ უსმენენ თავის თავს და არიან ჩართული მაქსიმალურად რაღაცების დევნაში, ანუ მატერიალურის, რასაც რეალურად წარმატებას ეძახიან და ანუ იმას კი არ უყურებენ მაგალითად თვითონ რა უყვართ, მათი რა არის, რა გამოსდით კარგად, რა არის სამსახური, სადაც იზრდებიან, რა არის პროფესია, სადაც ბედნიერები იქნებიან და ყოველდღე სიხარულით გააკეთებენ. მაგას კი არ უყურებენ. უყურებენ იმას, რა მხელაა შემოსავალი, უყურებენ იმას, აი იმ ვიღაცას, რომ ესე კარგად გამოსდის, აი მეც მინდა, ანუ მე მესმის ეგ ყველაფერი არის ძალიან ადამიანური, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა, როცა ვხედავთ სხვების ცხოვრებას, ანუ ჩვენ ყველას გვინდა, რომ სადღაც წავიდეთ, რაღაც ვიყიდოთ, ვიმოგზაუროთ, ვნახოთ, გავაკეთოთ, მივიღოთ, შეგვაქონ ჩვენმა ახლობლებმა, გვითხრან, რომ იმედები გაუმართლეთ, უყიდოთ საყვარელ ადამიანებს სხვადასხვა ნივთები და ანუ მე ძალიან კარგად მესმის, მოკლედ რატო? ძალიან კარგად მესმის თუ რატომ? ანუ რა არის ამისი მიზეზი? მაგრამ დღეს მინდა ვისაუბრო არა იმაზე, რომ რაღაცა განვსაჯო, არა იმაზე, რომ რაღაცასკენ მოგიწოდოთ, ანუ მინდა ვისაუბრო იმაზე, რა დავინახე. და ჩემი აზრით რა არის სწორი და რა არის არასწორი. ანუ ნახეთ, როგორი რაღაცა არის, მე დავაკვირდი ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ გაიმეორონ სხვისი მოდელი. ანუ თუ კი ვიღაცას ძალიან უყვარს თავის საქმე და უყურებენ ეს ადამიანები ამ ადამიანს, რომ ამას ძალიან კარგად გამოსდის, მერე შეგრძნება უჩნდებათ, რომ ეს რაღაც არის ძალიან ადვილი, რომ ეს რაღაც არის ძალიან სასიამოვნო და რომ ეს რაღაც არის მათიც და იწყებენ ამის კეთებას. ეს არიან ადამიანები, რომელსაც რეალურად შინაგან მესთან კავშირი არ აქვს და არ იციან თავისი რა არის, იმიტომ რომ თუ შენ იცი შენი რა არის, მაშინაც კი როცა ვიღაცას რაღაცა კარგად გამოსდის, აი მე მაგალითად ხო, ვერ ასწოდეს, ვერ ზეცხოვრებაში ვიცი, რომ ვერ ვიქნები ექიმი. ანუ არ არსებობს, იმიტომ რომ ჩემი არ არის. და არის პროფესიები, არის საქმიანობები, რომელიც ვერასოდეს ვერ ვიქნები და ვერასოდეს ვერ ვიმუშავებ. არ აქვს მნიშვნელობა. აბა, ფონიზე ავიდა. არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად რამდენიმე ექნება აქედან. ბონი, მიყვარხარ. რამდენიმე ექნება აქედან შემოსავალი და ასე შემდეგ, უბრალოდ ვერ ვიმუშავებ მე. ანუ მაგ პროფესიებზე და მე ეს ვიცი, იმიტომ რომ მე მაქვს საკუთარ თავს მწვდომა და საკუთარ თავს უსმენ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც აი ეს არ აქვს, ხო? ცდილობენ, რომ სხვა გახდნენ და ცდილობენ, რომ მოირგონ ის როლი, რაც რეალურად მათი არ არის და დროთა განმავლობაში ეს შინაგანად ადამიანს ფიტავს. ანუ აცარიელებს. თუ მაგალითად ერთ ადამიანს, მაგალითად ექიმობა, ვიღაცას რესურსს აძლევს და შთაგონების წყაროა, რომ მეორე დღეს ადგეს, ღამეები ათიოს და ასე შემდეგ მიიღოს უდიდესი სტრესი თავის თავზე. მაგალითად შემნაირი ადამიანისთვის საერთოდ ვერ ავდგებოდი მეორე დღეს. ხო ხტები? ანუ და თუ საკმარისად დიდ ხანს ხარ იქ, სადაც შენ ეს საქმე კი არ გაძლევს აი ამ ენერგეტიკას და კი არ გავსებს არამედ პირიქით გაცარიელებს,
მაშინ ერთ დღესაც გემართება გადაწვა და უბრალოდ გახედვა აღარ გინდა იქით და უბრალოდ სისხლის გრძნობა გიჩნდება და გიკვირს საერთოდ რომ იქ რა გინდოდა რა. რეალურად ესეც ცუდი არ არის. ცუდი არ არის, ზრდის ფაქტორია იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევ, თუ ჩაეხსნები და თუ შენ გზაზე სიარულს დაიწყებ, ხო? მე ძალიან მომხრე ვარ იმისი, რომ ყველა ადამიანმა თავის გზაზე უნდა იაროს. ყველა ადამიანისთვის არის ამ ქვეყანაზე საქმიანობა, რომელიც ამ კონკრეტულ ადამიანს აინტერესებს და ამ კონკრეტულ ადამიანს აბედნიერებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა უსმინოთ საკუთარ თავს და მოვძებნოთ ის, რაც არის ჩვენი. და რაც არის ჩვენი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ შეუდარებელი. ვერასდროს ვერ შეგედრება შენ სხვა ადამიანი, რომლისაც ეს საქმე არ არის, იმიტომ რომ შენ ისეთი კოზირი გაქვს, ეს შენი უკვდავების წყაროა და მას ენერგია, რაც შენ სიცოცხლეს განიჭებს, ის იგივე საქმე შეიძლება სხვა სიცოცხლეს ართმევს და პირიქით, რაც სხვას შეიძლება ანჯებს სიცოცხლეს, შეიძლება მე წამართვას. მე მკვეთრად მაქვს, იმიტომ რომ მე რო ADHD მაქვს, მე საერთოდ არ შემიძლია იქ გაჩერება, რაც ჩემი არ არის და ასევე მე ბავშვობაში ძალიან დიდი დრომა გატარებული მარტო და ძალიან დიდი დრომა გატარებული უდიდეს ადამიანებთან, წერდებთან, ვკითხულობდი. დოსტოევსკი იყო ჩემი მეგობარი, ტოლსტოი, მაქს ფრიში, გენიალურ ჩეხოვი, გენიალურ მწერლებს ვკითხულობდი, კლასიკას და ვიყავი ჩემ თავთან, ვიყავი მარტო. და ეს იყო დრო, როცა მე ვისწავლე, არა გაცნობიერებულად, არამედ ისე უბრალოდ შენ თავთან საკმარისად დიდხანს ხარ, შენ თავს იცნობ. ხო, და ძალიან მადლიერი ვარ ამისი. და მინდა გითხრათ, რომ თუ მაგალითად აღმოჩნდებით სიტუაციაში, რომ თქვენი არ არის სამსახური, ადამიანები, პროფესია, ეს არ არის შენი ბრალი. ეს შენ გაცნობიერებულად და ძალით, არავინ არ დახარჯავს თავის სიცოცხლის დროს, გაცნობიერებულად და ძალით რაღაცა ისეთზე, რამაც შეიძლება სასიცოცხლო ენერგია და ჩვენ ყველაზე ძვირფასი რესურსი დრო დააკარგვინოს, პროსტა არავინ რა. ხო და თუ შენ ეს უბრალოდ არ იცოდი და გეგონა რომ შენ ისე კარგად გამოგივიდოდა და ისევე შენი იყო როგორც სხვისი, it's okay, ძალიან ნორმალურია. უბრალოდ თავარი არ გაჩერდე, თავარია მოусმინო შენ თავს, არ თქვა რომ მე იმას გამოსდის, მე არ გამომივიდა, მე რა წარუმატებელი ვარ, არასდროს არ შეედრო სხვას. სულ ამას ვამბობ ხოლმე და ადრე ეგონათ ადამიანებს რომ ამას ვამბობდი ამ პარტავნებით. არა, რეალურად იმიტომ არ უნდა შეედრო სხვას, რომ შენ თავი ხარ და შენ უნდა შეედრო მხოლოდ შენს თავს. არასწორია შეედრო სხვას, იმიტომ რომ შენ გაქვს აბსოლუტურად ყველაფერი შენი, თანდაყოლილი უნარები, ნასწავლი უნარები გარემო, სადაც გაიზარდე, ის რაც ისწავლე, ყველაფერი რა და ერთ ოჯახში გასდილ ადამიანებსაც კი, სადაც მსგავს გარემოში იყვნენ, შინაგანი განსხვავებები იმხელა აქვთ, რომ ეგენიც კი ძალიან განსხვავებულები არიან ხოლმე და ხა წარმოიდგინე კიდე თუ ერთ ოჯახში და იმაშიც არ ხართ გაზრდილი, ხო, რამდენად განსხვავებულები ხართ. ამიტომ არასდროს არ უნდა იფიქრო, რომ რაღაცა გამოსდის და შენ არ გამოგივიდა ის მაგარი და შენ არა, უბრალოდ ის იქ არის, სადაც მისი ძალის წერტილია და შენ არ ხარ და შენი უნდა იპოვო. ეს არის ყველაზე ძვირფასი. როგორც ცხენები ისე დაჯლიგინებენ კატა და ძაღლი და ჩემი დაცოფვა სჭირდებათ. ხო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძვირფასი და ძალიან მინდოდა, ძილის წინ უკვე რომ მეძინებოდა, მინდოდა რომ ეს მეთქვა რომ იპოვეთ თქვენი გზა, ყველა ადამიანს აქვს თავისი გზა, ყველა ადამიანს აქვს საქმე, რომელიც მისია და იპოვე შენი
არ შეედარო სხვებს და აკეთე. და თუ მაგალითად შეგეშლება ერთხელ და ორჯერ, არა უშავრა თუ მკვეთრად არ იცი შენ რა გინდა, ის რომ შეგეშალა კარგია, იმიტომ რომ ცდით და შეცდომით მიხვალ იქ აი როგორც მე 1000 ჯერზე ნატურა ინთო, ხო, ეგრე. თავარია აი ეგ ხედვა არ კონდეს ადამიანს, რომ ახლა მე ერთი რაღაცა ვისწავლე, მიყვარს, არ მიყვარს, გამომდის, არ გამომდის, მთელი ცხოვრება ის უნდა ვაკეთო. აღარ არის ეგ დრო. შეგიძლია ისწავლო ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაცა და მოსინჯო შენი თავი ბევრ სხვადასხვა რაღაცაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტაბილური სამსახური მიატოვო და ისე დარჩე. არა. ეგ მაგას არ ნიშნავს. ეს რა თქმა უნდა იყოს დაგეგმილად და თანამიმდევრულად. ცხადია. მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს, არ უნდა დარჩე და არ უნდა დაჭაობდე. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდოდა რომ ეგ მეთქვა, ალბათ სამყარომ ჩემი პირით ვიღაცას გამოუგზავნა ეს სიტყვები, ეს ძალიან სჭირდება. და თუ შენ ხარ ასეთი, გაითვალისწინე, იმიტომ რომ შენ გეუბნება ჩემი პირით სამყარო ამას. და ლაიქით ვიდეო გამოიწერეთ, არხი მიყვარხართ კოცნით და ხოლამდე ძვირფასებო.